დოლისხანის საკრიტორო წარწერაზე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში იმსჯელეს. აღნიშნულ თემაზე საკუთარი მოხსენება ისტორიის დოქტორმა და სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელმა წარადგინა. ბუბა კუდავამ შეკრებილ საზოგადოებას ტაო-კლარჯეთში ბოლო წლებში ჩატარებული ექსპედიციის შედეგები გააცნო. მომხსენებელმა დოლისხანის ტაძარზე აქამდე უცნობ და ნაკლებად შესწავლილ წარწერებზე ისაუბრა. ბოლო ექსპედიციისას შევამჩნიეთ, რომ დოლისხანაში არის კიდევ რამდენიმე აქამდე უცნობი ეპიგრაფიკული ძეგლი, უბრალოდ ფრაგმენტები, რომლებზეც დაკვირვება გვაფიქრებინებს, რომ დოლისხანას ჰქონდა სამშენებლო ორი ეტაპი, სხვათა შორის ეს შენიშნულია ვახტანგ ჯობაძის მიერ არქიტექტურული მონაცემების მიხედვით და როგორც ჩანს ბოლო ეტაპზე, როდესაც სრულდება დოლისხანაში სამუშაოები ან ხდება რეკონსტრუქცია ტაძრისა, ამ დროს როგორც ჩანს თლად გულისყურით არ ეკიდებიან წინა პერიოდის ამსახველ დოკუმენტაციას. პირიქით რჩება შთაბეჭდილება, რომ მას საგანგებოდ ერჩიან და საგანგებოდ ანადგურებენ იმისათვის, რომ წაიშალოს პირველი სამშენებლო ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია. ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ არის მაგალითად გადალესილი ძირითადი შესასვლელის თავზე ბალავრის ქვა, ტიმპანის ქვა, რომელზეც სპეციალურად საგანგებოდ ამოკვეთილი წარწერა იყო. ასევე გუმბათის ყელზე შეიმჩნევა რამდენიმე წარწერის ფრაგმენტი, რომლებიც კარგად ჩანს, რომ მეორადი გამოყენებით გამოუყენებიათ, გადაუთლიათ წარწერები, დაუთხელებიათ და თითქმის წაუშლიათ კვალი წარწერისა. როგორც წესი, ასე არ ეპყრობიან თქვათ წინა პერიოდის ეპიგრაფიკულ მასალებს, როგორც ჩანს აქ არის ცდილობა, რომ წაიშალოს წინა კვალი. ჩემი ასე ვთქვათ ძალიან ჰიპოთეტიკური ვარაუდით ეს შესაძლოა იყოს მე-10 საუკუნის დასაწყისის პირველი ნახევრის მშენებლობა და ვთქვათ სუბათ მეფის ძმის ბაგრატის მიერ განხორციელებული და ამის შემდეგ ალბათ სავარაუდოდ სუბათ მეფე ასრულებს ტაძრის მშენებლობას. და არაერთგზის იყო უკვე სტუმარი ამ ჩვენი სემინარისა. ხედავს რაც ტაო-კლარჯეთს ეხება და ჩვენს დიდი ხანია და მე მგონი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ჩვენი ინსტიტუტი 91 წელს, როგორც კი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, გაქანდენ სწორედ თურქეთში, ანუ ტაო-კლარჯეთში და დაიწყო შესწავლა ძალიან სერიოზული უკვე ჩვენი თვალით რომ ნახეთ, ამიტომ ჩვენთვის ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი, საინტერესო. გარდა ამისა, ესეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, რომ კურსში ვიყოთ ამ მომიჯნავე დარგების, მიღწევების თუ პრობლემების თუ ახალი მეთოდოლოგიური მიდგომების, რაც თვლი რომ აუცილებელია ჩვენაირი მეცნიერების განვითარებისთვის.